ევროვიზიას თოინმა უყურებთ. ეხა აი უეჭველი ვიცი რომ 12 ქულა წამოგვივა. ეგეც ძალიან საჩათიროა, მაგრამ არა და შექვეყანას ვერ ვიხსენებ, ისაც ჩვენი პოლიტიკური სულ ამოეწონება ამ წუთის. ერთი დიდი სკემ თბილისში ხალხო არის რომ დაგვაჭერეს რომ ტესლა მგზავრობა ითვლება რომ რაღაც პრივილეგია არის. დეივიდ დობრიკის დრო მახსოვს? დეივიდ დობრიკს უყურებდა ყველა. ჩემი დაკალმა მოიგო პირველი წიგნების თარო რა და it was the biggest flex. გახსოვს ჩვენ რო ვიყავით აი მე-10 კლასში რაღაც მაგ დროს ძალიან პოპულარული იყო კითხვა. Libertines ვისი მოხდილი იყო? მართლა ძალიან კარგი იყო. They had us on a chokehold. მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით და ეს ეპიზოდი არის ნომერი 8. დავით რო იცოდე ეხლა არის მე რა. და ბიჭი ვერ ითვლის. ძალიან დაწყა ხალხო. ანუ გარეთ ჩაჩუმდება ეს ტრაქტორი. მაინც არის მსმენდა რა ძალიან კარგი equipment გვაქვს. Period. ხალხან ისეც ხელოდა ტრანსპორტში რომ მოვდიოდი, მართლა სიცოცხლე აღარ მინდოდა და გამახსენდა რომ ზაფხულს მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს მოყვება რაღაც მინუსები, რაც არის ის რომ იყო overweight და ვერ იხდიდა. ისე რომ აი შორტები როაც არ გაცვია და რაღაც. ანუ ამ დროს მითხარ რომ არა, შენ არ ხარ overweight, ანა და შეგიძლია. მე მეგონა ზოგადად ამბობდი. შენ თავზე ამბობდი. ვიცი რომ შენ თავზე ამბობდი. მითხარი სასწრაფოდ დამშვიდა რომ არაფერი არ გასანერვიულა. Yeah. I can wear whatever you guys, მაგრამ არა. ხოდა ანუ მაგრამ მაინც მიხარია რომ საფხული მოვიდა, ცოტა გავიჭიროებ დამცხება. That is okay. I can handle that. What about you? რას გულისხმობ? რომ შემიძლია შარბლი თუ არა და მაინც ბედნიერი ვიყო. მე არა. შენ რა გაწვია ხომ? შენ რა გაწვია ხომ? არა, ზაფხულში უნდა ჩაიცვა ძალიან ლაითად. თეთრები, ყოველთვის უნდა გეცოს თეთრები. რომელიც ასუქებს. Never. მე ყოველთვის შავები მაცვია till the day I die. თეთრი იმიტომ არის კარგი რა, ვიღაცა მასწავლა რა სიცხეს არიკავებს და მაგით ყოველთვის გრილად. ვიღაცამ გასწავლა, ანუ რაღაც შენ გონია რომ ექსკლუზიური ინფორმაცია გაქვს. არა, просто. No honey, მოკლედ, მოდიოდ და დამაგვიან და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და რატომ? ანუ ვარ გაჩერებისკენ რომ მივიწევ ხოლმე, ანუ ჩემ უბანში ყველამ ხდება ჩემი უბნელი, ხო? ხო, მე ვარ ადამიანი, რომ ვინმეს რო შევხვდები, ვერ ვამთავრებ conversation. ანუ small talk არის ის რა არის? ანუ small talk შეიძლება აი საერთოდ არ მინდოდეს იმ ადამიანთან ლაპარაკი, მაგრამ აი ვინუშდენში ვაკეთებ ჩემ თავს, რომ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკო და აი ზოგი ხო არის პასიური მოლაპარაკე და ხშირად არიან ეგეთები და ანუ დარწმუნებული ვარ, რომ იმათაც უნდათ რაღაც მომენტში წასვლა, მაგრამ ვერც ეგენი ამთავრებენ, ვერც მე ვამთავრებ. და ის თან ფიქრობ და თავს ვაწვევი, რომ ანა მოიფიქრე რაზე შეიძლება ლაპარაკი, რაზე შეიძლება. აი ყველაზე რენდომ რაღაცას მოვიფიქრებ. ყველაზე deepest secrets გავუმხელ იმას, იმიტომ რომ ეს უხერხული სიჩუმე აღმოფხრა და ზუსტად ამ გონკებში შემხვდა ორი ადამიანი დღეს გზად და 15 წუთი ვითეკით ლაპარაკობდი. არა რა ვქნაი ხალხო რა გავაკეთო ეგეთი ვარ და როგორ გამოვასწორო ჩემი ერთი დაქალი არის ეგ თუ მყავს გვერდით ვიცი რომ გადარჩენილი ვარ ანუ წიხზე კიდია რა დაამთავრებს რომ აი წასასვლელი ვარ და გავალთ. Girl, მეთქი why are you so rude? It's not rude. ანუ შენ გაგ რაღაც არა ადამიანური დამოკიდებულება, unhealthy დამოკიდებულება, ანუ ზოგადად დიალოგებთან ხალხო, იმიტომ რომ ანუ ჯერ ერთი მართლა ყველანაირ ინფორმაციას გასცემს ადამიანი, უბრალოდ რომ სიჩუმე არ იყოს. აი ყველაფერს იტყვის აბსოლუტურად ხვის ინფორმაციასაც გასცემს, ანუ it's not just about her. და awkward silence არ იყოს, მაგრამ ანუ მე ვერ ხვდები საიდან მოდის ეს ყველაფერი. მეც ვერ ხვდები. People pleasing ალბათ. People pleasing. გუშინ ერთ ჩემ მეგობართან ვიყავი და ვუყურებდი და ხვდებოდი რომ ჩემზე დიდი people pleaser-ია და ეს ხდება 1000-ში ზუსტად ერთი შემთხვევა და დავიცვანებ რომ მეთქი ლანა რო ესეთია ძალიან ბედნიერი ვარ თქო რა და good for her თქო და დავიცვანებ რომ no good for you babes. იმენა good for me. ჩემს გარდა კიდე არიან ეგეთები. ამ დროს შენ ხო არ ხარ იმენა ეგეთი. მე არ მაქვს I'm never going to be rude. ანუ შენ პროსტა ისეთი დამოკიდებულება გაქვს რომ ანუ ადამიანს თუ დროულად დაუმთავრე საუბარი გონია რომ rude არის. ხო. და მე არა თუ მე ჩქარება ვეტყვი. უნდა წავიდე. I'm really not into this conversation. პირდაპირ მაგას ეტყვი და საერთოდ არ არის rude ხალხო ეს არის ჩაულებრივი conversation-ის დამთავრება. Whatever. მოკლედ
შვენიერი დღე არის მიუხედავად ამ ყოველფრისა, იმიტომ რომ მე ამას ყოველდღე ვებრძვი და there is nothing new. What about you babes? დღეს რა გააკეთე? რაღაცას ამზადებდი, როგორც ხვდები, იმიტომ რომ დავითა რომ მოდივარ ხალხო, ერთი მე შოკი ნაგავია ყოველდღე გამზადებული და აი რას ყრიამდეს ანუ მართლა ანუ ხალხო მე მგონია რომ თბილისში მართლა კომფორტში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ გამოძახება ძალიან იაფი არის, ანუ უშუალოდ პროდუქტზე კი არ მაქვს საუბარი, უბრალოდ აი ის რაც ჯდება, აი რასაც ახიან service fee და delivery fee, ანუ ეგ გვაქვს ძალიან იაფი ვაღიაროთ სხვა ქვეყნებთან შედარებით და ანუ ყოველდღე როცა იცახებ იმდენი რამე გიქროვდება. რომ that's not okay და დღეს გადავწყვიტე რომ ყველაფერი მომეგვარებინა, არ გამომეძახა საჭმელი და გამოვიძახე, მაინც გამოვიძახე პროდუქტები და მიჩნდა 10 ჯერ ძვირი და ანუ ის კი არ არის რა თქო და აი ბევრს გავიკეთებ და რამე. არა, იგივე რაოდენობით, იგივე პორცია და რაღაც, ოღონდ 10 ჯერ ძვირი. გავაკეთე ტოსტი, კვერცხი, მოხარშული, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რა. It must be so expensive. და ნუ აი რაღაც აი მცირე პატარ რაღაცებში იხარჯება ეგრე ფული. ანუ მე საჭმელს კეთება მომწონს უბრალოდ აი შემდეგ აი ის რაც მოყვება ეგ არ მომწონს, რაც არის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა. აი ყველაფერს ვიზამ რომ ეგ ავერიდო აი მეგობარს დავავალებ და მყავს მეგობრები რომლებიც მოდიან სახლში და ანუ literally ზუსტად ერთხელ დაულაგა ვიღაცამ თუ რომელიმე თქვენგანი იყო ხალხო ანუ ყოველდღე ხვირში მანდენ სამ ამბავს რომ ვიღაც ჩემი მეგობარი მოვიდა და აი ესე casually მიხსენებს ხოლმე წინადადებებში და დამილაგაო და ხო და take a never gonna happen fucking hint მე მგონია რომ შენგან კარგი კულინარი დადგება რომ მოინდომა რა იმიტომ რომ რაღაცები იცი ბევრნაირი საჭმელი მე არც კი ვიცი ხალხო იმიტომ რომ სუერთი და იგივე შამ და გაქ ამბიცია ხვდები შენ ამბიციურობა წინ წაგიყვან მე მართლა მიყვარს აი საინტერესო საჭმელის გაკეთება მინდა რაღაც საინტერესო ინგრედიენტები მაგრამ აი ეს დალაგება და ეს no მე მაგ ძალიან იშვიათად წელიწადში ერთხელ მომიტება ხოლმე რომ აი იმენა აჯაფსანდალი გავაკეთ რომელსაც მე არ ვჭამ ჩემ ოჯახში არავინ არ ჭამს მამა ჩემის გარდა რომელიც ხათრით ჭამს იმიტომ რომ მე გავაკეთე და რატომ მაგ ჩაჭერა იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც კულინარიული შედევრი არის იმიტომ რომ ბადრიჯანი ცალკე აი რაღაც კი ყველაზე მარტივი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი იცი რა არის ყველაზე მარტივი ლობიო რომელსაც არ ვაკეთებ და უფრო რთული გზით მივდივარ ეს არის ბადრი ლობიო მარტივი უნდა გაარჩიო უნდა იმას ქნა რა უნდა გაარჩიო წყალში უნდა ჩაყარო და მოიხარო ხო დააყენო რაღაც Shut up. აჯაფსანდალის გაკეთება ჩემს სახლში აკრძალული არის. აი სუნით რომელიც ეს აჯაფსანდალი სულად ხვდები ხალხო, იმიტომ რომ ბადრიჯანთან მაქვს ყველაზე სუდი დამოკიდებულება. I never like it. ერთხელ მომეწონა ნინიას ბაღში იყო ძალიან კარგად გაკეთებული. დანარჩენი აი ყველა მეუბნება აი შენ ჩემი დედის ან ბებია ჩემის აჯაფსანდალი არ გაგისინჯავს. No you guys, it's all the same. მეც არ მევასება ბადრიჯანი და ისტერია არის ქართულ კულინარიაში ბადრიჯნის ანუ ძალიან ევასებათ და აი ბადრიჯანი ნიგოში და ეგეც არ მევასება ძალიან აი მეშინია გადაუარეთ მეც არ მევასება მაგრამ ვთქვი არ ვთქვი იმიტომ რომ მე ვარ დიპლომატი literally მე ვარ დიპლომატი რა განზომილებაში ხდება ეს ხალხო ან არის და ბავშვობაში მინდა და რა ელჩი გამოსულიყავი იცით რატო აი წითელი ნომრები რო აქვს მანქანას აი ეგ რო მე ტიპებო. აი ვინმეს რო დავინახავდი რა ის სხვა ფერის ნომრები რო ქონა. ეგ არის დიპლომატიური ნომრი. მარტო მაგიტო მინდა და ელჩობა and I'll get there. ესე იგი watch me. ანუ ესე იგი ნაკლებად რო იბეგრები, რო ანუ ყველაფერი ციხზე მკიდია მე მომწონს ის რომ სპორტი რო ალბათ ყველა ერთ-ერთი ყველაზე კარგი მსოფლიოში. ეგ არ გვაინტერესებს. არა, წითელი ნომერი. და მანქანას არც ატარებ. No, არა მძღოლი წყავთ ხოლმე მაგათ. Wow. ჩემი აზრით ელჩობა არის ისეთი overrated პროფესია, ანუ ჯერ ეს ერთი 15000 წელი უნდა იმუშაო ამ ბიუროკრატიაში. ნუ გაჩნია საწოცავ corporate letters-ზე თუ აქ ხარ და ნაცნობი ყავს ნახდა გჭირდება მაგ. კი, გასაგებია, მაგრამ ნახე თუ ანუ რაც არ უნდა ნეპოტიზმში იყო გარეული, მე მგონია რომ მანდ მაინც დაბალ ეშელონზე სულ დაბალი შემოსავალი აქვს ხალხს რა. აი იმენა დაბალი შემოსავალი. It's not about the money, it's about reputation. ხომ არა ნახე აი mid level-ზე როცა ხარ აი მაგ სტრუქტურაში დარბის რა ცალჩო Wow. როგორც მივხვდით მე ვარ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰეიტერი საჯარო სექტორის ანუ უბრალოდ არ აი პროსტა ერთხელ მაინც გიფიქრე ან მე როგორც law degrees მფლობელი ყოველთვის არის ის განკარო ის საჯარო სამსახურში წახვიდე და იმუშავე და დაახლოების სტრუქტურა ვიცი როგორია შენ იმენა დარწმუნებული ვარ ერთი წამითაც არ დაგიშვია რომ შეიძლება მაგ სექტორში იმუშაო არა იმიტომ მე რა თქმა უნდა მაკანკალებს მაგ ამბავზე რომ წარმოვიდგინე მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი რაც აი იმენაც უნდა ხდეს არის მართლა ბიუროკრატია ეს რომ ის ერთი რაღაც უნდა გააკეთო და ამისთვის საჭირო რომ აი 15000 დეპარტამენტში აი შვებულება რომ დაგიდასტურს
პასპორტს იმენა განცხადება უნდა დაწერო ხელით. რაღაც დაელოდო და ისე კი არ არჩა რომ დეიოს ვიღებთ ერთ დღიანს და ჩამოგაკლდება. არა, ორკვირიანი უნდა იყოს ან ერთკვირიანი. იმენა საგიჟეთია. ხო და წარმატებები ყველას მართლა მჯერა თქვენი, მაგრამ აი You're soldiers you guys. მაგიტომ დაშა ელჩებს ვიცი რა არც აქვს ეგეთ დიდი შემოსავალი იმასთან შედარებით თუ რა გზა გაიარეს იქამდე რომ ისულიყვნენ. მაგრამ აი რაღაც სტატუსი ხო ხვდები. Okay. იცი რა არის სტატუსი ელჩი მეგობარი რო ყავს. აი ეგ არის თესლის სტატუსი. შენ თუ კარგად ხარ? ელჩი ქმარი? არა, ქმარი ჩემზე მდიდარი მინდა იყოს. ელჩი მაზლი. I like that. ვიღაცა პროსტა სანაცნობოში რა აი რამე ვიზა თუ ამოდი დაჭირდა. შენ. დავაი. ელჩი გინდა გავხდე უცებ? მინდა რომ ელჩი იყო აღარ ამერიკაში. და ვიზა ჩაგიტყა. I would literally office-ში რომ მივიდა და პირველი მაგას იყო შავსეში ჩასვლა. იმიტომ რომ გოგო ჩამოვა და უკან არ წავა. იმენა bullshit. ეს ვინმე არ დაიმახსოვრეთ ამერიკის ელჩოდან მე არსად არ გავჩერდები საქართველოს გარდა. Period. გაცვლით ზერო იყო უკან დაბრუნდა ხალხო იმიტომ საქართველოს მოინათლა. Been there done that. აია, მე მინდა, მართლა მინდა და მე მგონია რომ რაღაც მომენტში მივახწევ მაგას წითელი ნომრებით რომ გავიჩითო ჩემი იქნება თუ სხვა ისე. მოპარული იქნება თუ ვიღა, უნდა გავეჩერო და ვთხოვე რომ გამაკატავ, რომ ეს ბავშვების ოცნება ავისროლა. მე რის გამო მომინდებოდა რომ ყოფილიყავი ელჩი არის ალბათ მართლა პასპორტი, ნაკლები რიგები აეროპორტებში, მარტივი ცხოვრება. აი შენ აეროპორტში რიგების გამო მგონია რომ კაცის მოკლა შეგიძლია. არა. ანუ ჩემი ნაყინის ისტორია დაიწყო. ნაყინზე ვგიჟდები ხალხო და წინა ზაფხული ისე გადავატარე რომ არც ერთი ნაყინი არ მიჭამე, იმიტომ რომ თუ დავიწყე ჭამა, ვერ ვჩერდები. შაქრისის გქონდა ხო? ხო, შაქრს არ ვჭამდი მთელი წელი, მაგრამ ვინ დამიფასა ჩემმა ორგანიზმმა ნამდვილად არა. ხო და ეხა იტალიაში რო ვიყავი, რა თქმა უნდა რომ გიჟებით ვჭამდი და მანგოს ნაყინზე ვგიჟდები. თბილისში სადმე არის მანგოს ნაყინი, იმიტომ რომ ლუკა პოლარაში არ არის. ხალხო, აი მანგოს ნაყინი ძალიან მიყვარს, თუ სადმე არის დაგვიწერეთ სად არის და პროსტა გავსთორე კიდევაც არ ვის დაინახე თუ არა, ანუ ძალიან სიმპათიური ნაყინის გამყიდველები ყავთ იტალიაში. The fuck. ანუ ალბათ მაგით არ შევა. ვინჩის მაღაზიაში რო იყავი ხო? ანუ ყველგან ეგეთები არიან. ნაყინის გამყიდველები და პოლიციელები არიან ძალიან სიმპათიურები. No, მაგათ წითელი მანქანის ნომრები არა აქვს. No. Wow, you guys. If you're trying to hit this, you know what you have to do. ხო და ჩვენთან რატო არ არის ეგრე? აი პოლიციელები ჩვენთან არ არიან ახლა სიმპათიურები. Oh well. და გიჟდები ქალები როცა არიან პოლიციელები და ქალები როცა არიან ავტობუსის ბრძოლები. და ქალები როცა არიან ტაქსის ბრძოლები, ქალები როცა არიან ტაქსის ბრძოლები, იმსახურებენ ყოველთვის tips ჩემგან, იმიტომ რომ იცოდნენ რომ უნდა გაგრძელონ რასაც აკეთებენ. ხო, მე სულ ერთი-ორჯერ შემხვედი. ალბათ იმიტომ რომ ტაქსებით არ დავდივარ. Could be that. თან ყოველთვის ყველაზე კარგი დროს ვატარებ, როდესაც ქალი არის მწყალი. ანუ არ მოწუხებენ. აი, ჩუმად არიან. აი, მე რომ მელაპარაკებ ტაქსისტი, იმენ არ შემიძლია. I just like to be left alone. და არ პასუხობ თუ რა შრომი? არა, მაგრამ ძალიან ბევრი გაიგებს. ანუ ყურსასმენები როცა მეკეთია, ყოველთვის ვარ დაძაბული. ყოველთვის არ დაძაბული, მგონია რომ მელაპარაკებენ და მე არ ვისმენ და მე ვფიქრობ რომ ანუ ამას გონია რომ ახლა ვაიგნორებ და და ანუ აი რო ვჯდები ტაქსიში, მაგიტო ბოლო პერიოდში დავუმღამე რომ აი დემონსტრაციულად ვიკეთებ ყურსასმენს, რომ აი მეთქი აი დაინახე. ან მე რუსი ფილმს დაველაპარაკები. აუ და არ ვიცი არ ველაპარაკები ისე რა მეთქი კი მესმის თუ რაღაც. მე კიდე ხო მაგ უნივერსალურად likeable და საყვარელი სახე იმ ხრივ რომ ძალიან მეგობრულად ვიღიმი როცა ვჯდები. მაგრამ ხშირად არ მელაპარაკებიან ხოლმე და ჩვენი მეგობარია ქეთი, რომელსაც აქვს ყველაზე unapproachable დროშა. ანუ აი რომ დაინახა ვიცი რომ არ უნდა დაელაპარაკო. და სულ ელაპარაკებიან ტაქსის ხოლები და უყვებიან ისტორიებს და მეთქი Why cannot they read the room? იმიტომ რომ იმენა ქეთის რომ დაინახო, ეგრევე იცი რომ უნდა გაჩვენო. რადგან ტაქსიზე ვლაპარაკობთ, ხან უბრალოდ არ ვიცი საიდან გადმოვედით ტაქსიზე, იმიტომ რომ ვლაპარაკობდით ელჩობაზე. That's life, you know. Ups and downs. ნაყინზე დაიწყო ამან საუბარი და ეგ საიდან გაწამოვიდა, არ ვიცი, მაგრამ you can see how she respects other people when they're talking. და ერთი დიდი scam თბილისში ხალხო არის რომ დაგვაჭერეს რომ ტესლად მგზავრობა ითვლება რომ რაღაც პრივილეგია არის. აი მე მაგათად ბოლტს რო ვიძახებ და მეუბნება რომ იცი რა ჩვენ ახლა ჩუქნით ძალიან მაგარი მანქანა მოვა ხო იცი მე მჯერა და შენ ტესლათი გამომიარე
იქ რო გალოდებოდი ვაკეში და დავითმა თავის სახლიდან გამომიარა ტაქსით და რაღაც ტესლა მოაჩერა ეს უკანე კარებს მიიღებს მეთქი wow that's life და I made it to the top ხო და ყოველთვის გიწერს იმიტომ რომ არასდროს არ ვიძახებ ტესლას ანუ ჩავლებრად როცა იძახებ აი you've been upgraded or აი უფრო კარგი მანქანა მიდის რაღაც და არა ხო ერთხელაც არ მიგზავრია ტესლათი მით უმეტეს თბილისის გზებზე როგორ გადმოდივარ გული არ მერეოდეს აი მთელი გზა ჯაყჯაყებს ხო ეგ ბაზარი არ არის ანუ იმენა პრიუსში უკეთესად წიხარ აი ესე ჯაყჯაყებ და მე სულ ხო და ანუ motion sickness მართავს. მაგრამ პირველად რომ მომიწია ტესლაის ჩაჭდომა, ხალხო ვიცოდი რომ სადღაც ცოდნის დონეზე რომ კარები იღება უცნაურად და დავით წერ გიჟივით რომ მეთქე 2 წუთში მოდის მანქანა, სასწრაფოდ მითხარი როგორ იღება კარები და ამან იმენა ჩამიგდო რომ როგორ ფიცარზე ადებს თიც რომ აქედან ჩააჭირო და აქედან გამოიწევა და გამოწია და მე ვარ კარგი მეგობარი. კი, და არ შევწხვი და ესე თესლად გავაღე. Period. მაგრამ ანუ ეგ მომეწონა ტესლა რომ მოვიდა, მაგრამ ძალიან გამოშტარი. მეთქი ალბათ ამ ტესლას აქვს პრობლემა თქო, იმიტომ რომ ძალიან გიჟივი ძალიან სუბუქი მანქანა არის და მაგიტო არის რომ ეგრე. იმენა საშინელება იყო. მაგიტო ყველაზე კომფორტული მანქანა ჩემი აზრით არის ტაქსებში პროსტა. Ford Fusion. Ford Fusion. ყველაზე მეტად მიყვარს. რაღაც დიდი არის. ძიმე. ხო, აი ძალიან კაი მანქანა. აი Camry-ც არ არის ცუდი. ხო. Yeah. So you guys, you know. Ats გეცოდინებ თუ არ დახარდოთ ფული ტესლაში. ანუ ფულსი არის ცალკე ფულსი ხდი რა ტესლა მოვიდა ცალკე განყოფილება. ხმერთ როგორი რაღაცნაირი უნდა იყო რომ მაგას დაეჭირა. მე 100% გეთანხმები, ანუ იმ ყველაზე როგორი ეგ არის, იცი რომ აი გონია რომ you're flexing on someone but you really are not. იმენა, აი იმის გამო მესმის სურის გადახდა რომ bus line-ზე რა შეუძლია ციაროლე. ხო, ან სწრაფად რომ მოვიდეს ტაქსი, თუ გაჩქარება. მაგრამ no. მეგობრებო დადგა დრო და გამოვიდა ჩემი Pink Panthers-ის ახალი ალბომი mixtape უბრალოდ და ანამაც მოისვენა მაგრამ უნდა გითხრათ რომ არ მოგეწონა? ხადავ არა იმენა ცხოვრება 2 თვე იმისთვის გამიწარე რომ ბოლოს არ მოგწონებოდა ანუ ის ორი სიმღერა რაც მანამდე გამოუშვა სანამ mixtape გამოვიდა და მართლა ძალიან კარგი იყო კიდე ორი სიმღერა მომეწონა და გეტყვით ბარემ არის illegal. ყველას გვაინტერესებს იგი. Illegal და Romeo. ეგ ორი სიმღერა მომეწონა, დანჩენე ვაფშე არ მომეწონა. მგონია რომ შეიძლება ცოტა უნდა მოусმინა და შემიყვარდება. ყოველთვის ეგრე არის, აი ერთი მოსმენით მე არაფერი მომწონა. აი მეორე ალბომი რო ქონდა Pink Panthers, ერთი მოსმენით არ ნახევარი მოსმენით და ყველაფერი ისეთი კარგი იყო. მიყვარს. მაგრამ we still love her and I will still support her. იმიტომ დადომდი, ანუ გუშინ გასთორა რომ დაიტოვა მთელი ალბომი და არავინ არ შემეხმიანო თორა და რა თქმა უნდა არც არავინ ეხმიანებოდა მაგრამ whatever და მე აღარაფერი გაგისტორია და ესე იგი არ უნდა მიუხედრილიყავი რომ იმენა არ მოგეწონა არა არ მიფიქრია მაგდენი yeah ხალხო დამთავრდა James Charles-ის დამთავრდა რა მე მგონი ეხლა იწყება ყველაფერი მაგისთვის მაგრამ ხო ძალიან დაეჭვა James Charles ვისაც წინა ეპიზოდიდან გახსოვთ შენ ახლა დაეწია ამ ამბებს რაც მოხდა ანუ ეს სასამართლო პროცესი ჩატარდა და ამ გოგო მოიგო ვინც ამბობდა რომ ის ჩემი შეყვარებულია ჩემზე ძალადობდაო და James Charles-მაც ამ გოგომის ვიდეო როგორც კი დადა თავისი ვიდეო რადგან არ უნდოდა რომ პროცესამდე რაღაცები ეთქვა რა და ამ თავის ვიდეოში რომელიც იყო 12 წუთიანი მე მგონი მე ვნახე TikTok-ზე რა დადო რაღაც. ეგ არის. TikTok-ზე დადო. 12 წუთიანი იყო? ხო, მაგრამ მე ვიღაც გოგოს ანალიზს ვუყურე, შეიძლება მაგისმა ანალიზმა წაიღო რაღაცები. ხო და ჯეიმსი ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ბიჭიო ჩემთანო კი ჩამოვიდაო, მაგრამ ჩვენო არაფერი არ გქონიაო და რომ მივხვდიო რომ რასაც ლაპარაკობდაო, 3 დღე დამჭირდაო ამისთვის, რასაც ლაპარაკობდაო, რომ სიმართლეს რო ვერ შეესაბამებოდაო მთლადო რა. ვუთხარიო რომ ჯობიაო რომ წახვიდაო, რომ მეო თავს ცუდად გსნობო შენ რო აქ ხარო და ამ გოგოსაც მოატყუა რომ ჩემთან არ არის ვარა და მაგასთან იყო რა და ამ გოგოსაც რომ მოატყუაო ძალიან ცუდად გსნობო მაგისთვის თავსა და კარიჩე უნდა წახვიდაო. ხო და მთავარი პრობლემა ამ ვიდეოზე ამბობ? ხო, რამდენი წუთია? 3, 10. 11 წუთია და მე ვთქვი 12. ანუ შეგიძლია რომ გაჩუმდე? ხო და 25 მილიონი. არიჩე, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს James მხარს რომ ისა კარიჩე არ იყო ამ ყოველფრის ხირსიო რა დრამაშიც ეს მოხდა. მართლა არ საიდან მოხდა ხალხო ეს ბიჭი ძალიან მეწოდება. სადაც კი რამე დრამა აიწევა, ყველგან ეს რანაირად ხდება ეპიცენტრში, არ ვიცი. ანუ ჩაოლებრივად violence-ე იყო თემა და ძალადობაზე და ეს ყველაფერი გადაფარა იმან, რომ ჯეიმსთან იწვა თუ არა ის ბიჭი.
Let the guy live his life. Okay. Let the guy go to jail. სხვაზე ამბობ. Thank you for your contribution. ხალხო აი მართლა აი ეგეთი აი მეკელა ხო არ ქომა გაგოს თუ რაღაც არ მახსოვს რა. კელა. ხო, კელა. იმენა ამ დრამამდე ცხოვრებაში არის მსმენია. არც მე არ მსმენია. და მგონი 20 მილიონი ფოლოვერი ყავს თუ რაღაც. და ეგეთი ხალხი მგონია რომ აი ამერიკაში მარტო ამერიკის საზღვრებს რო არცდება, ანუ არზეს არავის არ გაგვიგია. ანუ აი მე მგონია რომ ამერიკელი პოპულარული ხალხი ვინც არის, იმენა global დონეზე არიან, მაგრამ არა იმათ თვითონაც ყავთ ვიღაცები. რაღაც country artistები და ვიღაცები იმენა აი ამერიკის დონეზე რო არიან მხოლოდ და რაღაცნაირად მიჭირს ხოლმე მაგის დაჯერება, იმიტომ რომ მგონია რომ თუ ამერიკაში ხარ პოპულარული, значит რომ ყველგან პოპულარული ხარ, მაგრამ No. It's not like that, you guys. It's not that simple. ამიტომ თუ თქვენ ოცნებობთ რომ ამერიკაში ყავს პოპულარული, ანუ манифестაცია მოახდინეთ სწორად. სწორი ტარგეტინგი გააკეთეთ. ხო იცი ის ხუმრობა რო არის, რომ ძალიან მინდოდა რომ ეს ყოფილიყავიო სპორტსმენის ცოლი რა, მაგრამ ის არ დამიკონკრეტებია რომელ დივიზიონი, არ ვიცი რა სიტყვა. აი PSG-ის ფეხბურთელის ცოლი რა ხარ, ეგეც სპორტსმენის ცოლობა და გორის დილის ფეხბურთელის ცოლი ხარ. ნულაქვია? ხო და ანუ ვითომ არ დამიკონკრეტებია რომელ ჯგუფი. Yeah, Iria. Ჩვენ ძალიან ორ კოვით. იცი რა ზოგიერთობი ხო? მე რო ვუსმენ ჩვენს იმას პოდკასტს, იმიტომ რომ I'm obsessed you guys და The biggest fan is right here you guys. და ანუ აი სახელებზე რომ მიტიება საქმე, იმინა არასწორად მომს. ბალდონის შენ დაუძახე ჯეიმსი თუ რაღაცა. ჯეიკი. და ქვე ჯასტინი მე მგონი. თან აი არც ერთი რო ეჭვს არ შევიტანთ რამეში. იმიტომ რომ it does not matter you guys. ჩემთვის celebrity people are აი როგორც აი სერიალში რო არის პერსონაჟები მოგონილი. ჯეიკ ბალდონი. ანუ შენ უყურებდი ყველს თობილი ჯეიკი ვინ გახსენდება? Nidi, you can do that. Jake Paul. Okay, yeah. ხალხო მაინტერესებს რამდენი ხართ with Team Tans და YouTube-ის მაგერას უყურებდით, იმიტომ რომ David missed the chapter. არა, მე მაგ დროს უყურებდი YouTube-ს, მაგრამ აი მაგ მხარეს არ ვეხებოდი მიზან შეწონილად, იმიტომ რომ ჩემ მენტალური ის რა ქვია, ჯანმრთელობა ჯანსაღია. აუ, ეგ იყო ერა, ხალხო გიჟდებოდი ყოველდღე ხო depth vlog-ებს, რა თქმა უნდა, ყოველდღე უყურებდი გიჟევით. ანუ მე რო YouTube-ზე დრო მაგ დახარჯული, შემეერესამის. და ახლა არ არის ეგრე. ახლა არ ანუ ჩემი აზრით TikTok-ი რო წამოიქაჩა, YouTube-ი ცოტა გაჩერდა, ეხა ისევ იქაჩება YouTube-ი. მეც ეგრე მგონია, კარგ დროს დავიწყეთ არა ეს ყველაფერი. კი. არ ვიცი, დეივიდ დობრიკის დრო მახსოვს, აი დეივიდ დობრიკს აი არ მოვიტყვები და მართლა ვუყურებდი. დეივიდ დობრიკს უყურებდა ყველა. კი, ბასარია რა. აუ ეხა იმ TikTok-ს უყურე, გახსოვს ძალიან ცნობილი housekeeper ყავდა, ცნობილი რა ყველა ვიდეოში ყავდა ხოლმე ერთი რაღაც ლათინო ამერიკელი ხალი იყო. ოჯახი ანუ housekeeper ყავდა რა და ყველა ვიდეოში სვამდა ხოლმე, აი რომ დაინახო იმენა გაგახსენდება ეს შეიძლება არ. და ეხა ჩაწერა ვიდეო, რომ ეს ხალი ამასთან ერთად არის და ცეკვავენ და რაღაც გული გამithბა თითქოს რომ მეთქი ია. და ეს ხალი ძალიან თესლად გამოიყურება და she made some money you guys. Manjaro. არა მოხუცი რა, პრესტა ფული იშო. არა, არ იგი ჭოშენი აზრით. ის ხალი უნდა გაჩვენო ვიზა გვაქვს ლაპარაკი. არ მგონია მაგან ოზემპიკი და მანჯარო რო იცოდეს რა. ოზემპიკს და მანჯაროს რო შევეხოთ, ჩვენი ერთ-ერთი არ მგონია თქვენიც, აი რო ვახსენეთ American celebrities, აი მაგალითად Kyle Richards. ეგ არის იმენა American celebrity, ახლა არ მგონია საქართველოში Kyle Richards იცოდეს. ამერიკაში იმენა ყველა მიცის, ხო? Super Bowl-ის იმაში იყო advertisement-ში და ხა ბაზარია. Why not? ხო ხტები. და კარჩე, ანუ არის ერთ-ერთი reality TV-ის მონაწილე და მაგის შვილმა აღიარა რომ იკეთებდა მუნჯაროს და ამბობდა რომ თმის ცვენა დამეწყო. ხალხო, stop it. ანუ არ I'm okay with that. No. ალოპეცია გინდა დაგეწყოს იმის გამო რომ თმა ამობა და ცხიმები იშლება. So ცხიმის დაშლა ხო იცი რომ სხვანაირად შეიძლება. მაგალითად ხო, შიმშილით, რაც is not the easiest way out. Liposuction. No.
ანუ მე იცი რა სვაფასებ ყოველთვის. აი ხა ეგ გოგო ხო გამოვიდა და საერთოდ არ არის მსუქანი ხალხო და მაინც თქვა რომ სოფიამ ამ მედიკამენტებზე ვარ და ძალიან კარგი გოგო არა და ხალხი კომენტარებში უწერს რომ აი რა თქინდა ვაფშე რატო იღებ და რაღაცა გადაუარეს რა და I have a doctor and we spoke and I've actually lost 30 pounds so everyone telling me that I wasn't overweight enough. I'm sorry I was not overweight enough for you, but I have lost 30 pounds. I feel more confident. I feel better in my body. I just feel so much better. So yes, I'm experiencing hair loss, but it's the one downside of so many other amazing things. ანუ გოგო იყო honest. თუ თვლი რო არ უნდა, პროსტა შენი შეინახე. ანუ აი რატო უნდა აუდგე და დაუწერო, რომ აი რატო აკეთებ ამას, რაღაცა რიფს აკეთებ გოგო. ანუ სულ ესეთი კომენტარები იყო და ეს ხო უბიძგებს ადამიანს რომ honest აღარასდროს აღარ იყოს. ხო და მე ანუ გამიხარდა რომ ესე ღიად ილაპარაკა მაგ ამბავზე. ხო რომ აი ვიღაცა ვისაც მართლა ჭირდება დაუშვათ ან არ ჭირდება და იკეთებს და თმა რო ცივა რომ იფიქროს რომ ამარტო არ ვარ მეც ცივა თმა. მართლა გაუნები რა გინდა რატო იცინე? The way you ანუ აი დაატრიალე ახლა ეს ისა ძალიან highlight-ური თემა რაც არის Lady Gaga-ს ხალხო თუ უყურებთ Copacabana სანაპიროს ქვია ხო Copacabana და არა ადგილს I guess ბრაზილიაში მოკლედ სანაპიროზე ქონდა კონცერტი და 2 მილიონი ადამიანი დაესწრო კონცერტს. ანუ საქართველოს დაესწრო Lady Gaga-ს კონცერტს წარმოიდგინე. ჰელი საქართველოს დაესწრო Lady Gaga-ს კონცერტს. სიგიჟეა ხალხო ანუ აქ 100,000 კაცი მივდივართ ხოლმე მე მგონი აი დინამოზე და სადღაც არ შეიძლება არც კი ვიცი და მგონია რომ იმენა ბევრნი ვართ და 2 მილიონის მასშტაბს კარგად კიდევ არ ვიაზრებ რა. პროსტა წარმოიდგინე აი რა ხდება მაგ crowd-ში ანუ აი ყველაფერი ხდება ცოტა. ბავშვი გაჩნდა რა. მაგრამ იქ რაღაც კორპუსებიც არის რა ვიდეოებს რო ვუღებდი ის სანაპიროსთან ახლოს და ვიღაცა იმენა კორპუსიდან უყურებდა კონცერტს. აი ეგ ძალიან. I would pay for that. აი ეგ კი. შეიძლება წამოწვა შენ კონცერტში. დაუწევი Lady Gaga და ანუ პირველი ადამიანი არის ვინც ამ ხელა live crowd-ში ჩაატარა. რეკორდი მოხსნა? კი, Madonna-ს იყო 1.6 ადრე და ეხლა ამას 2 მილიონ პლუსი რა, რაღაც აი around that number. და ის რო წინაც ხალი იყო და ეხლაც ხალი არის. Damn. ვაღიარეთ რომ ბრაზილიელები ვაფშე სხვა სამყაროში არიან, ანუ აი ყველაზე dedicated ფანები არიან. აი ის ფაქტი რომ აი ყველას უწერენ Nicki Minaj-ზე ვიცი რომ ეგეთი თემა იყო რომ აი ყოველთვის კომენტარებდნენ come to Brazil და აი ყველგან შემხვედრია რომ აი ბრაზილიას თუ ახსენებს ვინმე ცნობილი ადამიანი აი იმენა ზედ გადაყვებიან ისე უხარიათ. ანუ აი ამ დროს ჭკვიანი უნდა იყო და ბრაზილიის კულტოკოზე უნდა იმუშაო. კი, ჩვენც უნდა დავიწყოთ პორტუგალიურად და შემდეგ ეპიზოდი იქნება პორტუგალიურად. Yes. მე ვიცი თქვა obrigado. შენ რა იცი? What do you bring to the table? პორტუგალიურად. კი. მიდი არ დაიბნა. დაგეხმარებოდი მე რო ვიცოდე რამე, მაგრამ არ ვიცი. That's all I knew. Obrigado მეც ვიცი, მაგრამ არ მინდა რომ წაგართვა. იმიტომ რომ მე უკვე ვთქვი და ანითოდი ან არა. I guess we'll never know. და Lady Gaga ხალხო აი მხოლოდ გზა რო გამოიარდა, იქ მივიდა სადაც დღეს არის. Bravo lady. Bravo lady. ანუ ძართული ბავშვობა ქონდა გაგრეს გუშინ შემხვდა TikTok-ზე ვიდეო რომ ერთი ქართველი ბიჭი ლაპარაკობდა ყველაფერზე Lady Gaga-ს შესახებ და რაღაცა ძალიან აბულინგებდნენ ბავშვობაში და ერთხელ ნაგუსურნაში ჩატენესო იმენა მართალი ამბავი არის მაგრამ მე 19 წლის ასაკში გააუპეტიურა ვიღაც პროდიუსერმა ანუ ძართული Facebook ჯგუფი რო ქონდა ხო ეგ არის ყველაზე რთული რომ 12 კაციანი Facebook ჯგუფი ქონდა რა ეწერა Stephanie Germanotta, you will never be famous. წარმოიდგინე როგორ ეს იზღავთ. მაგრამ თან ესე იგი პოტენციალს ხედავდნენ რა. ანუ აი იქიდანვე ეთყობოდა რომ ხა რატო უნდა შეგიქნე შენ you will never be famous. I know for a fact that you will never. აი მეგობრებო. მეგობარით არის და მეგობარი. მე მგონია რომ მაგ Facebook ჯგუფში უეჭველი იყო Lana Del Rey. აგენი ხო იცი რა გადაკვეთა ქონდათ მაგათ. Oh my god no. შენ ანუ ლანაზე ჩემზე მეტი რამე რატო იცი? არ ევასებათ ერთმანეთი? არა, მაგრამ მგონი რაღაც ერთ იმაში ღებულობდნენ მონაწილეობას Brooklyn-ის რომელიღაც ბარში თუ არ ვცდები. რაღაც songwriting contest რაღაც და მგონი რომელმა მოიგო და ამავე მგონი Lady Gaga მოიგო და იმანვე მეორეზე გადაწყვეტა. არა უშავს. My girl is not that ambitious. ამიტომ ლანა გადაიტანდა მაგ ამბავს. Yeah, we know that she's not that ambitious. Fuck you.
ხოთა შორის ლანამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ აი ეგ და Taylor Swift-ი ხო რაღაცნაირად მეგობრობი და ხალხო Taylor Swift-ი ყველასთან რანაირად მეგობრობს, არ ვიცი. ანუ Selena Gomez-თან მეგობრობს, Blake Lively მეგობრობს, Gigi Hadid ყველასთან მეგობრობს და მათ შორის Lana Del Rey. მიყვარს რომ თან Taylor Swift-ი არის, ვისაც სიმღერაში აქვს friend to all is friend to none. ხადა, რომელ სიმღერაში? არ ვიცი, ეგრე ზუსტ არის, მაგრამ ეგ ფრაზა მართლა მომწონს. კი. და მიდერ ძამჯერა. ყველასთან თუ მეგობრობ, ანუ ეს იგი არავისთან. კი, მაგის მეც მიჯარა, მაგრამ Taylor Swift-ი ყველასთან მეგობრობს, ფაქტია. და ლანას ეკითხებიან, რომ აი რას ფიქრობ Taylor-ს ერასტური რო ქონდა და ძალიან წარმატებული, რომ Taylor-იო იქ არისო, სადაც უნდა ვიყოსო რა, აი უნდაო გადატენილი სტადიონებიო და აქვსო რა და მე მინდა ვიყო რომელიღაც სოფელშიო საცხოვრობს, რაღაც Southern State-ში ცხოვრობს სადღაც. ორ ცხოვრობს, alligator husband and everything. რაღაც მე მანდ მინდა ვიყო და მანდ ვარო და მეთქი girl. მიყვარს კითხვა იყო Taylor-ს და საკუთარ თავზე შემოაბრუნა აი შენი celebrity. არა შეიძლება მე ვამახინჯებ, მაგრამ ეს იყო ძირითადი აზრი, დედა აზრი რაც გამოვიტანე. გაიგე? და მე რაღაცა შენზე მეტი ვიცი ლანაზე. I love that for me. მე არ მაქვს პრეტენზია რომ ანუ I'm not the Lana fan out here. ხო, არ ხარ, მაგრამ აზამასული ხარ რა ხდება და რა საკეთებ. Yikes. Is რა თქვი. უფრო მნიშვნელოვანი ამბავი. ის რა მართლა ძალიან დიდი ერა ჩავხურეთ სამყარომ, რაც არის Skype-ი. Wow. Skype-ი ხალხო მე მქონდა Pentium 5 რომ მქონდა. არა, Pentium 4 5-ის ნაწილად. Pentium. ჩვენ ესე ვეძახდით. Pentium 4 მქონდა 5-ის ნაწილებით აღონდ. გაგიგია ეგეთი რამე. ანუ შენ სხვა რეალობაში რა დაცხოვრობდი? ანუ Pentium 5 ჯობდა Pentium 4-ს, მაგრამ ყველას ქონდა Pentium 4 და ყველა ამბობდა რომ 4 მაქვს, მაგრამ 5-ის ნაწილებით. It was a thing. Pentium-ი იყო, როგორც Windows-ი? ხო, ანუ რაღაც ანუ twin-ი რაც იყო, იმაში იტვირთებოდა. კარიშა, I don't know what was that. მაგრამ Pentium 4 მქონდა 5-ის ნაწილებით და იქ ქონდა რა თქმა უნდა Skype-ი ჩაწერილი. Pentium 4 მქონდა 5-ის ნაწილებით, ეგ იცი როგორი თემა არის? აი, ბავშვი რა ვიყავ ვიღაცა მე ჩემმა ნაცნობმა, არ დავკონკრეტები, იყიდა ტელეფონი. და ამბობდა რომ იცი რა ეს ტელეფონი ჩინური არის, მაგრამ ჩინური ორიგინალი არის. ანუ ეს იმას ამბობდა რომ ჩინური ბრენდი არის. ხო და დაახლოებით ეგეთი თემა იყო აქაც და მაგიტო არის გადაობა რომ ყოველას 4 ქონდა 5-ის ნაწილებით და Skype-ი რა თქმა უნდა ჩაწერილი მქონდა და ჩემთვის ისეთი ემოციური დატვირთვა არ აქვს Skype-ს როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ვისაც ნაცავი ყავდა საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ხალხი იმენა Skype-ით გაიზარდა და ძალიან სენტიმენტალური უნდა იყოს აი sound-თან გამომშვიდობება, აი როლეკა. ანუ აი თან ის რო ესტონური არის Skype-ი, it was haunting me, იმიტომ რომ მეთქი ესეთმა პატარა ქვეყანამ როგორ შექმნა ამ ესტონურია. ანტინორი whatever. რაღაც ეგეთი ხალ ბაზარი. ანუ ეხა რო ესტონური იყოს მართლა ძალიან გავჭედავ. It better be Finnish. იმიტომ რომ Skype the software was created by Estonians. Okay, you're right. Вообще Luxemburgi ამამი the fuck whatever. არა, მგონი მართალი ხარ ესტონური, იმიტომ და შეაქვთ რაღაც შეგიძლია რომ შეწყვი და ყოველთვის შეჭქვის და უკრაინული გადაცემა იყო, if you know you know. Ariel Ireshka რო ერქვა. Ariel Ireshkas გამო რეგინა ტოდარენკო რო იყო ხალხო არა ჩემთვის ლესენიკი წუკი იყო აი მაგარი რეგინა ტოდარენკოს გამო მტკვარში გადავხტებოდი და $100 რო ბოთში დამალეს მაგრამ რეგინა ტოდარენკო ხარ გოას ხო ეხა დაკენსელდა მაგრამ მაშინ იყო ყველაზე ისეთი რა გოგჩო და ხუმაირა და რაღაც მე ჟენია რო იყო ეგეც მიყვარდა ეგრე არ მახსოვს ძალიან მიყვარდა თუ ჟანა ჟენია ბიჭი იყო და ჟანა okay right ხოდა კარჩა ეგენი იყვნენ ესტონეთში და მან როგორც თუ არ ვწდები რაღაც tower აქვს Skype-ის უბრალოდ კონდეთ ახალბათ უკვე არის ახალბათ ანგრი და ანუ ამბობდნენ რომ და მართლა ეგრე არის ძალიან ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული ქვეყანა ითვლებოდა ახლა მგონი სამყარო დაეწია უკვე ჩვენ დავეწიათ ახლა ჩვენ გადავასწარეთ რა საქართველოს ძალიან მოხდილი არის ხალხა მის ძალიან ინტერნეტი გვაქვს საქართველოს გვაქვს ძალიან ინტერნეტი გვაქვს მაგრამ აი mobile banking-ს რაც შეეხება და უცებ კომპიუტერ აქ შეიძლება და ყოფილიყო საქართველოს ბანკის ან TBC-ის რეკლამა ანუ უეჭველი რომელიღაცა თქვენგანი მუშაობთ საქართველოს ბანკში გადაეცით მეგობრებო ნახეთ რა მგორი პლატფორმა გვაქვს დავით აქ სოლომე კონცეპტი და ყველაფერი შეგვიძლია დავარეკო რომელიც გინდა შეგიძლიათ გავაუქმებთ რომელიმე თუ საჭირო
ანუ მაგ მხრივ მართლა ძალიან მოხდილები ვართ, იმიტომ რომ აი ამერიკაში როცა გააქვს banking account და დღემდე მგონი ჩეკებს ხმარობენ, ანუ რომ მოაწერო ხელი და რაღაც, ან ევროპაში რომ მეგობარსო ფული უნდა გადაუგზავნო, იმენა სული უნდა გაწირო. ანგარიშის ნომერი, მამის სახელი, ყველაფერი ჩასაწერია. ჩვენთან მართლა ძალიან მარტივად არის. და გაუქმება არის თურმე ძალიან რთული, ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს ვთქვამს, რომ აი ევროპაში bank account-ის გაუქმება რომ ჭირდა, ხელით უნდა დამეწერაო განცხადება. იქ უნდა მიხვიდე, მეც გამიუქმე. და იცი ის კი არის რა, საქართველოს ბანკში ვთქვა გააქვს და უნდა გააუქმა და ნებისმიერ ბრენჩში შეგლემ და არა, სადაც გააკეთე, იქ უნდა მიხვიდე უეჭო. ანუ მაგის გამო სამ ქვეყანაში მაგ ჩემი ბანკის ანგარიშები გახსნილი და დატოვებული, იმიტომ რომ დამეზარა. Offshore queen და ჩემი ერთი მეგობარია ძალიან ეშინია რეზის ყველგან ბანკის ანგარიშის დატოვების, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცები დაემატება და მინუსებში გადავა. ჩემ მეგობარს ამართ აგრ საფრანგეთში, მართლა. შარაპ და მეორე მე მეთქი პონტი არ არის და ლიტვაში, სლოვაკეთში და პოლონეთში მაგ ბანკის ანგარიშები ამწუთას, ანუ mobile bank-ები ჩაწერენ, რა ვიცი მინუსებში არ ამგონიან გადავარდა. ფი არის. რა უნდა წამართვან? Let's start with that. და თუ წასართმევი რამე გამიჩნდა, დაეწამართვან. დაემივცემ. და Okay, sorry. You know what? Actually ჩემთვის Skype-ი უცებ გადავიტანე. რასთან ესწრება? შენთვის Skype-ი. I wanna know. აი მეგობრებთან ერთად რო თამაშობდი რაღაც თამაშებს, ერთმანეთს რო ურეკავდით, ეგ იყო. Minecraft იყო ალბათ ეგ თამაში, ან რაღაც ეგეთი შუთერი, ოღონდ Counter Strike არის ყო ეგ შუთერი, სხვა რაღაც სხვა ენაზეა საუბრობდი, იმიტომ რომ Phantoms თუ რაღაცას, ანუ კაროჩე, if you know you know. ძალიან მიყვარდა ასევე, ну კაროჩე, რა გადავიწყო ჩემი იმასე, okay, მაგის მე რა ვისაუბროთ. თქვენ რა გიყვარდათ რა მაქო? და ერთ-ერთი რაც მახსოვს, იყო ძალიან სტრანი ისინი profile pictures და ასევე უაზროს გრძელი სახელები, რაღაც აი 7000 ემბლემა, რაღაც აი ხო იცი უნდა დააკოპიეროთ, უნდა ჩასხობეთ ისინი და ეგეთი სახელები და აი ხო აი ანა ხო გერქვა რომ აი რაღაც გაგრძელება და მიმატება XX ანა XX და რა. მიხარია რომ შენთვის აი ამ ყველაფერთან ასოცირდება Skype, როდესაც ვიღაცისთვის ასოცირდება დეიდასთან, ბებიასთან, მეგობრობასთან, განშორებასთან. შენთვის რასთან ასოცირდება? ჩემთვისაც განშორებასთან, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ლიკა წავიდა ტოულად ჩაბანდა საფრანგეთში. და ვურეკავდი ხოლმე მე-5 კლასში რა ვიყავი, ძალიან ხშირად კონტაქტავდით Skype-ით. Oh my god. That is so cute. Yeah. ან ჩემთვისაც ეგეთი დატვირთვა აქვს, შენთვის არ აქვს ეგ. ამიტომ shut up. I cannot pretend. ხალხა ევროვიზიას თუ ვინმე უყურებთ? მე ვარ იცით რა კატეგორია, ბავშვობაში ნოემბერში იყო ხოლმე ბავშვების ევროვიზია, მახსოვს? ბავშვების ევროვიზია და გიჟივით ველოდებოდი იმ რიცხვს, საღამოს 8 საათზე, ყოველთვის კვირა დღეს იყო ხოლმე. ყველაზე ლამაზი დღე იყო ის ჩემთვის თელ ნოემბერში. ყველა ვიცოდი, ვინც კი გადიოდა ყველა ქვეყნიდან, საქართველოდან ხო ვაფშე ყველა ვიცოდი, სახელები ხაც მახსოვს, აი კენდიში ვინ იყვნენ, ირო ხეჩანოვი, გვანცა სანეპლიძე, ანა ხანჩალიანი, მარიამ გოლესიანი და ირინკა ვიღაც. ირინკა ვიღაც, გამოცანით ახლა. Sorry. ან იმენა მახსოვს ყველა ხალხო და როგორ მინდოდა იცით, ერთ-ერთი რომ მოვყოფილიყავი და გიგა კუხიანიძეს ჩემში დაენახა ტალანტი. ვინ არის გიგა კუხიანიძე? ვისაც მიყავდა ხოლმე ბავშვების ევროვიზიის ხალხი. პროდიუსერი. You're a fake fan. I'm not a fan. მე უბრალოდ ჩემი არის ძალიან დიდი გულშემატკივარი ქართველი ბავშვების. In general. In general. და მე ალბათ ერთი პერიოდი ვუყურებდი, როცა აი მენა ძალიან პოპულარული იყო ევროვიზია. ზუსტად Candy Music კიდე რა იყო. პირველად რო გავედით, ეგ მაგაგოს გადაკეტილი მქონდა, ისე მიყვარდა, ანუ I had a crush on her. სახელი შემახსენეთ? მარიამი ერქვა. მარიამი. აი დოლებით და წითელი კაბებით და რაღაც ეგრე რა იყო. აუ, პროსტ აი მელოდია. ეგ არის ყო? აუ, აი მელოდია არ მახსოვს, მაგრამ აი რო ჩამირთო იმენა ვიცეკვაფ. Do cartolo Odelia Ranoni Senza da ucciderlo Odelia Ranoni Rana iret kakaksenда Geubne, I was obsessed. Baime Goed iets is dat dan? Baime Mikwarcha Yeah, that was so cute. Dan ერთი მახსოვს, რომ არავის არ ევასებოდა ის გოგო, რომელიც გავდა ვითომ ლედი გაგას.
მარიამ კახელიშვილი. ეგ იყო სად? საიდან გახდა? ეგ ნიჭიერიდან გაიჩითა და მე გავიდა. Listen. ეგ სიმღერა ხალხო საქართველოში იყო უფრო დიდი კულტურული ფენომენი ვიდრე ამერიკაში, იმიტომ რომ we cared so much about that song. ყველა მუსიკალური შეჯიბრებაში ეგ თუ იმღერა, მომღერალმა ეგრევე იმღერა. და ეგრევე მოყვებოდა მაგ სიმღერას. ეს ძალიან რთული სიმღერაა, რომ შეასრულო, აბა მიდი. აბა წარმატებები. მე იმენა დამსვით ახლავე. მე ზიზღები იმენა ინტერეს ზუსტად ეგ იყო. აბა წარმატებები და რაღაც აი I love our country. აი მაგიტო ამბობ ხალხო რომ უცხოელი მეგობრები ხომ ყავს, მაგრამ აი რაღაც სხვა არის, აი ეს კულტურული მომენტები არ გამოუვლიათ რა. აი ვერანაირად ვერ აუხსნი, აი ვერანაირად ვერ გადასაგმნი მაგ ყველაფერს რა. მე ჩვენ გამოვლილი გვაქვს. ქართული pop კულტურა არის მართლა top tier. ხოდა ეგ გოგრატომაც არავის არ ევასებოდა და გახსოვს რატო რაღაც ვიმე არ მინდა რომ თქვა ბავშვზე უსიძველიაო, მაგრამ აი ეგეც ამბობდნენ რომ რაღაც აი არ მახსოვს. რაღაცას ამბობდნენ მახსოვს. მაგრამ ეგ გოგო თვითონ მახსოვს, მაგრამ რატო არ ევასებოდათ ეგ არ მახსოვს. ხეთი რაღაც მასები ვიღაცას ამოიკვია და მე ხოლმე არ მოწონს. She was misunderstood, იმიტომ რომ სიმღერა მართლა თესლობა იყო. ხო, მაგრამ მე მგონი მეორე ადგილზე გავიდა თუ რაღაც ეგრე, ანუ არ მოვიდა. მგონი მე-6-ზე თუ რაღაც ეგრე იყო. ხო და აი ეგ პერიოდი იყო რომ მე უკვე მე ჩამოვშორდი და არ მაინტერესებდა. მე არა, მე ბოლომდე გავყევი. აი სადღაც იცით როდიდან ჩამოვშორდი? აი მარიამ მამერდაშვილმა რომ მოიგო სადღაც 4 წლის წინ. მაგის მერე ცოტა დავშორდი, იმიტომ რომ მეთქი ანა you're a grown ass woman. So stop it. არ ვიცი. ხო და ეხლა მოკლედ 13-ში არის პირველი ნახევარფინალი დიდების ევროვიზიის. დიდების ევროვიზია ვაფშე რა მანდარდობს. ძალიან controversial წარმომადგენელი ყავს და ეგ ვიცი. არ ვიცი, კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ პოლიტიკაში ჩვენ არ ჩავდივართ, მე და დავითი. მხოლოდ entertainment და pop culture. მაგრამ ანუ აი თავი რომ დავანებოთ საიდან აღმოჩნდა ეგ გოგო იქ სადაც არის, პროსტ აი დრო ვისაუბრეთ სცენას და ყველაფერზე. მე მარტო 20 წამიანი ვიდეო მაქვს ნანახი rehearsal-ის. მაგრამ აი საშინელება 5 თუ 4 მოსეკვავე ყავს უკანო ერისიანის იმენა ჩოხებია ცვიათ ამ გოგოს არაცვი არანაირი რაღაც rehearsal თუ ეცვა მაშინ ეს იგი არ ეცვა მთლიანი არა ის არის კოსტუმებით არის ეს rehearsal მეორე rehearsal ხო და ეს პირად იცი ხო და ის სხვაგან არიან ვაფშე არანაირად რითმში არ ჯდება მაგრამ თან როგორ ვერავინ ვერ ჩასვა რითმში აშკარად ცუდად იყო ამოჭრილი ვიდეო იმედი მაქვს ხალხო თორე არ მინდა ყველაფერთან ერთად რომ იმენა შევრცხვათ იმიტომ რომ კაი ვერ გადავედით ფინალში okay been there done that მაგრამ მე მგონია რომ აი შოულებრივ ევროვიზიაში ნინი სუბლატის მერე ერთი წესი არ არაფერი გაგვიტანია ნინა სუბლატი იყო ნინა ხო ნინა სუბლატი ვთქვა აი ხალხო სახელებზე ისეთი დატრიგერებული ვარ you better be ნინა სუბლატის აი სცენაც მახსოვს რაღაც მომენტში თვალები რო ჩანდა გასავსთან ძალომეს თვალები ხო რომელ წელს იყო 2014 ხო რაღაც ეგრე მახსოვს მათ რაღაც ამ დროს და მე მახსოვს რომ რაღაც პრობლემა იყო დაფინანსებასთან კოსტუმები თვითონ დააფინანსა და თვითონ გაიკეთა wow can you imagine that ხო და ეგ არის we always ანუ ხო და წარმოგიდგენ კოსტუმებზე რო თვითონ დაჭერდა რომ დაეფინანსებინა ანუ მარკეტინგზე და რაღაცაზე ვაფშე ფული არ ჩადებულა ხო სავარაუდოდ ხო მაგრამ მართლა ძალიან კარგი ის იყო რა ძალიან კარგი იყო კიდე ვინ მახსოვს სოფო ნიჟარაძე და სოფო მეორე რო იყო ჯგუფთან ერთად რო იყო მწვანე კაბარო ეცვა oh my god ხო გითხარი აი არ მანდარდებდა ეგენის კაები იყვნენ მე მომწონდა ხო და ვნახოთ რას ვიზამთ ხალხო აი ჩემი საყვარელი მომენტი არის მთელ ევროვიზიაში ქულების გადანაწილება რომ მიდის გიზდები 12 points go to მე მგონია ქულების თემა იმენა პოლიტიკური არის იმენა პოლიტიკური მანდ chance რო აი ეგ თლიანი ეხა აი უეჭველი ვიცი რომ 12 ქულა წამოგვივა ეგეც ძალიან საჩუთი რომ მაგრამ მაქსიმუმ არა და შექვეყანას ვერ ვიხსენებ ისაც ჩვენი პოლიტიკური სულა მოეწონება ამ წუთის სამხრეთი არა სომხეთის ევროპისკენ მიიწევს at this point ბაზარი არა იმენა ერთი სერბეთი შეიძლება სერბეთმა მოგცეს რა არ მინდა მაგათი თორმეტ ერთი სერბეთი всё არაბინ არაფერს არ მოგცემს ხო ძალიან ბაზარი იქნება are you ready for that yeah იყავს we will keep you updated მე ვერ დაგვერდებით რომ უყურებ მაგრამ ანა უყურებს მაგრამ შარშან მახსოვს რომ შენ მეგობრებთან ერთად უყურა
კი. იმიტომ რომ ერთ-ერთ შენ მეგობრს უნდა და კი, წაყურება და მაგითო თორე I swear to god. Junior Eurovision მე მიყვარს რაც ვიცი რომ ვიგებთ. რაც ვიცი რომ შანსი არ გვაქვს I am not interested. აუცილებლი. მაგრამ ვიღაცა ის სხვა ფავორიტი თუ მყავს ხოლმე, მე უფრო მიხარია და ხა ვიღაცა უნდა ამოურჩია. სხვათა შორის ფინეთი და ნიტო ესტონეთი, ნიტო ფინეთი მაგორში ძალიან გვიჭერს დღეს ვერ ვარჩევთ. Tommy Cash Bob. ხო, აი რაღაც იტალიური სიტყვა რო. ვიცი. რა სიმღერა არის? რა თქმა უნდა. ანელინა. არა, ეგ სხვა რაღაც არის. აბარა. აუ რაღაც სიმღერა. კაი, ვიცით, ხო და იტალიაში ხო ვიყავი და ძალიან ბევრი ისინი პოსტერები იყო გაკროლი მაგ. Tommy-ში? ხო. Tommy Cash არის თუ არ ვთქვი და რუსი. თარგეთეს იტალია რა. ხო, რუსია. და ასაღებს თავს როგორც ფინელი? არ ვიცი, რა დავაკომო. როგორც ყველა რუსი. Let's remember that, იმიტომ რომ Charlie XCX-ის მეორე თუ მესამე ალბომში ერთ-ერთ სიმღერაში ღებულობს მონაწილეობას და იმენ რუსულად მღერის და Really? ცა ფინელი არის თუ ესტონელი. ხო და დაგააპდეითებთ იქით კვირაში უკვე რა რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ გვეცაიდება რაღაცები. გახსოვს ჩვენ რო ვიყავით აი მე-10 კლასში რაღაც მაგ დროს ძალიან პოპულარული იყო კითხვა. აი მაგ დროს მე ზღებოდა კითხვა. გეზღებოდა, მე ძალიან მიყვარდა და არასდროს არ ვიტყვებოდი რომ მიყვარდა წიგნის კითხვა. ძალიან თემა იყო, აი ძალიან თემა იყო. ძალიან თემა იყო, ხალხო, აი წაკითხული თუ არ გქონდა, რავი, აი რაღაც კონკრეტული წიგნები. მე ვიცი. საუბარი გვაქვს ახლა მეგობრებო Libertines-ზე. Libertines-ზე, მაგრამ ვინც მაგას კითხულობდა თან აჯვამდნენ, რომ თქვენ ბანძები ხართ რა. რომ აი კლასიკები და აი ეს დრამები და კლასიკები, აი შაგრენის ტყავი, ოსტატი და მარგარიტა, ოსტატი და მარგარიტა. Okay, sorry. მარტოობის 100 წელიწადი აი ეს წიგნები იმენა უნდა ქონოდა წაკითხული. მაგრამ მე რო გიკი გოგო, Zoe Suggs ქონდა, Girl Online. Give it to me. Zoe Suggs ქონდა, Zoe Suggs არავინ არის, Zoella's დაწერილი წიგნი, ოღონდ იმენა მქონი გოგომ სახელი მოიფიქრა მარტო და Ghost Riders დააწერინა. დაუწერა. Actually, I would do the same. ძალიან იყო, მე ის სიამოვნებით ვიკითხე. Girl made some money. Oh. ანუ აი გერა რატო დამთავრდა? იმიტომ რომ აი მართლა ვჯაჯავდით იმ ხალხს, ვინც არ კითხულობდა და ამ ახლა გაგვზარდა. ანუ არისო. მე არ ვიჯაჯებოდი და თუ მჯაჯავდნენ იმენამ კიდე, იმიტომ რომ you should never pretend to like something. მე იმდენ ინფორმაციას ვღებულობდი. I do that all the time. რაც იყო ინტერნეტი, მე ვიყავი ხალხო chronically online. ანუ ახლა არ ვარ Till this day. არ ვარ ახლა ეგეთი chronically online. მაშინ იმენა ცხოვრობდი კომპიუტერში და iPad-ში და ტელეფონში. მე ვკითხულობდი ესე ხო და ძალიან გული მტკივა რა. აციგნები იყო მოდაში და აი რამოდენიმე ვიყიდე იმის გამო რომ იმენა ტრენდი იყო და 10 გვერდის მერე მეძინებოდა Maze Runner. ეგ არ ვიცი. მორბისა ლაბირინთში მარბენალი როგორ არის იცი? მეღადავები? გამიგია, მაგრამ არ დამიკითხავს. ვაუ. მეგონა რომ უეჭველი იცოდი და უეჭველი რაღაც ფანფიკებს წერდიან რამე. არა, ხო გეუბნები ეგ ტეხავდა რა. Never. I would never do anything more than what is needed. ამიტომ პროსტა წაკითხო საკმარისი იყო. არა, ლაბირინთში მორბენალი მახსოვს და სულ ბიბლუში იმენა წინიდო ხოლმე, მაგრამ არასდროს არ დამიკითხავს. ერთი მახსოვს კიდე იყო ერთი მოთამაშე ნომერ 1 თუ რაღაც ერქვა. კიდე რომელი იყო გოგოს რო ჩაკეტავენ სადღაც და არა, წიგნის ჭია თუ რაღაც. წიგნის ჭია არა. წიგნის ქურდი თუ რაღაც. ხო, წიგნის ქურდი. წიგნის The fuck. არც ეგ არ მოგწაკითხული, მაგრამ ეგ როგორი თემა იყო, ანუ ველა ჩემ კლასოს კონტექსტში წაკითხული. Libertines-ი ვისი მოხდილი იყო, იმიტომ რომ საუკეთესო, ანუ without a joke, მართლა ძალიან კარგი იყო. They had us on a chokehold, იმიტომ რომ მთელი თინეიჯერები. კი, ყველა ძალიან ჩაერთო ამ ყველაფერში. მე წიგნების თარო დაემატა ამ ყველაფერს და ყველა ძალიან დაინტერესებული იყო მოკლედ. ანუ ჩემ დაკალმა მოიგო პირველი წიგნების თარო რა და it was the biggest flex. Damn. Name drop. წიგნების თაროში პერვე გავსულიყავი ხალხო. ისეთი სამარცხუნა იქნება. გინდა და გასული. არას დროს. მე მინდოდა. მე რა მქონდა ის მქონდა ჩემი მეგობრებიც იყვნენ გასული და ხო ვუყურებდი და ზოგადად ყველა შოუზე გრემემართება რომ და ნაცნობიც რომ არ იყოს რა მაგათ ნაცვლად მე ვნერვიულობ რა
რა მემართება წიგნების თაროში თუ ღებულობდით მონაწილეობას ან თუ იყავით მაგ კატეგორიაში ვინც აი ერკვეოდით წიგნებში ეგრე დეტალებში და რაღაც აი ტაში თქვენ იმიტომ რომ I could never He's jealous. I'm not თეთრი შურით მეგობრებო it's just not my thing მაგრამ აი მართლა ძალიან მიხაროდა კიდევაც რა მე გავედი ჩემს სკოლაში სტარდებოდა შეჯიბრი იმაში თუ ვინ აირჩეოდა სკოლის წარმომადგენლად და არ ამარჩიეს არა გარჩეს ატო იმიტომ რომ ვერი Shut up. რატო არა გარჩეს ეს იგვაწარინეს და არ ამარჩიეს ერთ-ერთ წევრად რა მაგრამ you know what happened მე რაღაც შიდა სანამ ტელევიზორში გავიდა და იქამდე იყო შესარჩევი რა ესაუბრებოდი უშუალოდ იმ წამყვანებს და იმ გასაუბრებიდან დაბრაკეს ჩემი სკოლა რა shit happens. იცით რა, იმიტომ რომ მე არ ამარჩი. მაგრამ ანუ მეც იმენე ტრიპაჩი რა ვარ რა, ანუ მაგდენს გიჟევით არ ვკითხ, მაგრამ ჩემ მეგობარმა რომელმაც მოიგო, ანუ წიგნებს არ კითხულობდნენ რეალურად ეს იყო მთელი თემა, რაღაც ანოტაციებს, ძირითად რაღაცებს, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ წაიკითხავდი და მაქედან დაახლოებით ხვდებოდნენ, თორე ყველაფერი წაიკითხული არ ქონდათ. It was a lie, you guys. Wow. I know. და პირველ წყაროდან ვიცი, ამიტომ დამიჯერეთ და მენდაც. კიდე გადის ის წიგნების თარა? არ ვიცი. აი არასდროს მიყურებს თუ გჯერათ, ჩემი დაკალიც რო იყო, მაშინაც კი არ უყურავდი, იმიტომ რომ არ იყო ჩემი ინტერესი სფერო, რომ აი ვინ გამოიჩნობს, არ ვიცი რაღაც. მესამე გვერდზე რა პირველი. შორენას, თიტოსტატის მარჯვენა. No, მაგრამ მინდოდა რომ ტელევიზორში გამოვიდა. Yeah. იქ ხომ რამე reality TV-ში ხარ მიიღებდი საქართველოში მონაწილეობა? Yes, მივიღებდი. ხალხო, reality TV-ს არა, იმაში არა. Prime House-ში მინდა ანაწილეზე. Prime House-ში never. მაგრამ რამე ხარისხიანი, Bravo თუ შემოვა საქართველოში, I'll do that. Bravo ხო გქონდა? არ მახსოვს. რაღაც გადაცემა იყო Bravo რო იქ არ გახსოვს? ხო, ეგრე კი, მეთქი Bravo იყო აქ და Andy Cohen. Andy Cohen, please hire her. Yeah, please do. დღეისათვის განისულ ეს იყო მეგობრებო. როგორც იცით, ანა პასუხობს YouTube-ის კომენტარებს და ძალიან ენთუზიაზმში შევიდა. უმეტესობას პასუხობთ მეგობრებო. თითქმის სრულ უმრავლესობას. და უკვე აი loyal fan base ყავს, რაც ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით Johnny. We love you Johnny. We love you Johnny. თუ რამე გაინტერესებთ მეგობრებო, კომენტარებში დაგვიწერეთ. დაგვიწერეთ გთხოვთ. იმიტომ რომ ევროვიზიაზე დაგვიწერეს და მივხვდი რომ გაინტერესებთ და ასე შემდეგ. So bye you guys. დროებით.